დაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ნინი ხუგაშვილთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. საღამოშიდობისა მოგესალმებით გონოსმენთ რადიო იმეც მე ნინი ხუგაშვილი ვარ და ღეთერში გთავაზობთ გადაცემას ვუსმენთ ერთმანეთს. დღეს საუბრობთ თემაზე მართვის 100 ქულიანი მოწმობა და აქვე გთავაზობთ ინტერაქტივი შეკითხვას ეთანხმებით თუ არა მძღოლებისთვის ახალი რეგულაციების ამოქმედებას 292-1188 292-1199 გახლავთ ჩვენთან დასაკავშირებელი ღეთერისთვის განკუთვნილი ტელეფონის ნომრები ასევე შეგიძლიათ მოგწეროთ SMS-ი ნომერზე 917778 გზავნილის ღირებულება შეადგენს თქვენი მობილური ოპერატორის მიერ თქვენთვის დაწესებულ სტანდარტულ ტარიფს. ასე რომ შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი პოზიცია, ეთანხმებით თუ არა მძღოლებისთვის ახალი რეგულაციების ამოქმედებას. დღევანდელ გადაცემაში ამ საკითხებზე ვესაუბრებით შალვა ხუციშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს და გაცემის მეორე ნაწილში საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტ შალვა უბაიძეს. ამჯერად სატელეფონო ხაზზე იმყოფება ბატონი შალვა ხუციშვილი. მოგესალმებით ბატონო შალვა, მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. გესალმებით თქვენს რადიოს მსმენელს. ბატონო შალვა, ცნობილი ხდება, რომ 2016 წლის 1 იანვრიდან ყველა კატეგორიის მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება და პატრულის მიერ დაჯარიმების შემთხვევაში ქულათა გარკვეული რაოდენობა დააკლდება. თავდაპირველად დავაზუსტებ, გავრცელდა სხვადასხვა ვარიაციაც. 1 იანვრიდან შედის ცვლილებები ძალაში, თუ შეიცვალა თარიღი? არა, იანვრიდან პარლამენტი ორგანიზებას ამიღებს დავაში ვერ შევა შესაბამისად საუბრობაში ინიცირებული იყო გამიზნული იყო ადრემოხტარი იყო განხილვა ეს ვერ მოხერხდა ანუ გაგრძელდა მთავრობაში განხილვა საკმაოდ დიდხანს შესაბამისად პარლამენტში ინიცირებულია და ეგ თარიღი შეიძლება იმ ვადით უკვე როდესაც პარლამენტი განიხილავს და მეიღებს თუმცა ის რომ მართვის მოწმობას ექნება სწორედ ასეთი ფორმულირება 100 ქულის რაოდენობით ეს არის გადაწყვეტილი, ხო? ანუ პროექტი ითვალისწინებს და იმ შემთხვევაში რომ პროექტს რატოიდანაც მიიღებს იმ ვადიდან ამოქმედება. გასაგებია, მოდი თუ შეიძლება გითხარით ბატონო შალვა, კონკრეტულად რა ცვლილებები შედის საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში და რას ითვალისწინებს ის? ანუ ეს ცვლილებები საკმაოდ კომპლექსურია და ბევრ მიმართულებას მოიცავს, როგორც არის პრევენციის გაძლიერება, მათ შორის ქულების სისტემა, ადმინისტრების გაძლიერება, მათ შორის უკონტაქტო პატრულირების შემოღება, მარჯვენსაჭიან ავტომობილებთან და დაკავშირებული საკითხები ასევე იცით. ასევე კანონპროექტების პაკეტის გარდა არის მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ბატონ შალვა, თუ შეიძლება და გულისხმობს საგანმანათლებლო ღონისძიებებს, გულისხმობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და ბევრ სხვა მნიშვნელოვან აქტივობას, რომელიც მთლიანობაში საგზაო მოძრაობის სფეროში უფრო მეტ უსაფრთხოებას მოგიტანს და უფრო სწორ განვითარებას. ჩვენ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით ამ კანონში შემავალ სხვადასხვა საკითხზე პერიოდულად დავუთმობთ ეთერს და ვისაუბრებთ, მაგრამ ამჯერად მოდით ვისაუბროთ იმ სისტემის შესახებ, რომელიც უკვე ცნობილია და რომლის მიხედვითაც მძღოლებს დარღვევის შემთხვევაში მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულები შეუმცირდებათ. მოდით იქნებ განმარტოთ, რომელი დარღვევაა ყველაზე მაღალქულიანი და როგორი იქნება სისტემა ამ ყველაფრის. ქულების შემცირების სისტემა გულისხმობს, რომ ყოველ დღეს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა, დაერიცხება 100 ქულა წლის დასაწყისში და სამართალ დარღვევის ჩადენის შემთხვევაში წინასწარ დადგენილი რაოდენობის ქულა გამოაკლება. თუ წლის განმავლობაში 100 ქულაზე ნაკლები ქულა დარჩება მძღოლს თავის მართვის მოწმობაზე, მას მოუწევს მისი მართვის მოწმობა გაუქმდება და მას ხელახლა მოუწევს მართვის მოწმობის აღება. იმ შემთხვევაში თუ მართვის მოწმობას ვიღებ მაგალითად მეორე კვარტალში, ამ შემთხვევაში რა ხდება? მაინც 100 ქულა მერეც. ამ შემთხვევაში 100 ქულა გერიცხება, ანუ მნიშვნელობა არ აქვს. 30 ნოემბერს რო აიღოთ მართვის მოწმობა, მაინც 100 ქულა დაგერიცხება და იმ წლის ბოლომდე იმოქმედებს. გასაგებია. თუ შეიძლება მოდით კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, მაგალითად ყველაზე მაღალქულიანი დარღვევა რომელია? კონკრეტულად მე ხა გამიჭირდება კონკრეტულ დარღვევებზე გითხრათ. უბრალოდ ქულების რაოდენობა მერყეობს 5-დან 5 ქულა არის მინიმალური ჩამოკლება და 30 ქულა არის მაქსიმალური ქულა, რომელიც შემცირდება.
30 ქულა არის მაგალითად ისეთ შემთხვევაში, როდესაც თქვენ დაეჯახებით სასტრაფო დახმარების მანქანას ან ხანდრო მანქანას და ასე შემდეგ. 5 ქულა არის უფრო მცირე მნიშვნელობის დარღვევებზე. რაც შეეხება თვითონ სისტემას, რა ქულა როგორ მიენიჭა რა დარღვევას, ეს ჩვენ საბატონო პოლიციის დეპარტამენტის საბატონო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის თანამშრომელთან ერთად დეტალურად განვიხილეთ იმ რისკების და დარღვევების სირთულიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაქვს და ეს პროპორცია განაპირობა ზუსტად აი პრაქტიკულმა პრობლემებმა. გასაგებია. ბატონ შალო, თუ შეიძლება მარჯვენა საჭიანი ავტომობილების მფლობელებსაც რომ მივაწოდოთ ინფორმაცია და კიდევ ერთხელ განვმარტოთ რა ტიპის ცვლილებები შეეხება და როდიდან ავტომობილების მფლობელებს არაფერი არ ემუქრებათ, რა რეჟიმით წეს აქვთ, როგორც წეს გადაადგილდებიან, როგორც წეს იყენებენ ავტომობილს, ისეთივე რეჟიმით შეძლებათ გამოიყენონ ამ ცვლილებების შემდეგაც და გაყიდონ და იყიდონ. გასაგებია, რეგისტრაციას რა შეეხება? შემოტანილი. და ახალ ავტომობილებს რა შეეხება რეგისტრაციის თვალსაზრისით მარტიდან იყო? ახალ ავტომობილებს თუ პარლამენტი გაიზიარებს ამ ცვლილებებს და მიღებული იქნება გარკვეული გონივრული ვადის შემდეგ აღარ მოხდება შემოტანა მარჯვენა საჭიანი ავტომობილების ქვეყანაში. გასაგებია. ბატონ შალვა, 3-დან 6 წლამდე ავტომობილები შეღავათიანი დაბეგურის რეჟიმში ექცევა, როგორც ცნობილი ხდება, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის. ამ თემაზე რა შეგიძლიათ უთხრათ ჩვენს მსმენელს იმისთვის, რომ უფრო მეტად ინფორმირებული იყონ? მოგესალმებით, ავტოპარკი როგორც ასეთი არის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების განსაზღვრელი ესეთი ელემენტი. და კანონპროექტები ითვალისწინებს სწორედ ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვან ცვლილებებს. ეს მოქმედი სისტემა 2004 წელს არის შემუშავებული აქციზის და ჩვენ რეალურად ეხლა ვცვლით იმისთვის, რომ ახალი მანქანების შეყვანა გაიაფთეს და უფრო ნაკლები აქციზი იყოს და რაც შეეხება ძველ მანქანებს მათთვის რეჟიმი ვიდრე რაც ახლა არის იმასთან შედარებით ცოტა უფრო გართულდება. გასაგებია, ეს ემსახურება ქვეყანაში საერთო ჯამში როგორც ხვდებით ავტოპარკის განახლებას. და საუბრის მიწურულს თუ შეიძლება გავაკეთოთ რეზიუმე ჩვენი საუბრის და ძირითადი ინფორმაცია რაც გსურთ რომ მიიღოს თქვენგან მოსახლეობა მიაწოდეთ სწორედ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ეს კანონპროექტები გულისხმობს როგორც მოკლევადიან პერსპექტივაში პრობლემის მოგვარებას, ისე სწორ განვითარებაზე საგზაო მოძრაობის სფეროში ქვეყნის სწორ განვითარებას. რაც თავადია ჩვენ ვართ ძალიან ცუდი ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი მდგომარეობა საგზაო მოძრაობის საფრთხების სფეროში, გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები გარდაცვლების და დასახიჭრებულების ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად საკმაოდ უარყოფითი შეფასებები ყველა საერთაშორისო ექსპერტის, რომელიც ამ სფეროშია და ქვეყნის შიგნით ასევე შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტრომ სწორედ ეს ინიციატივა წარმოადგინა მოქალაქეების უსაფრთხოების და ამ სფეროში სიკვდილიანობის შემცირების ამ სფეროს სწორი განვითარების მიზნით და ჩვენი იმედი გვაქვს, რომ მოსახლეობა, რომელიც საკმაოდ უკვე გამოეხმაურა ამ პროექტს, ჩაერთვება აქტიურად მის განხილვაში, ჩვენ გავმართავთ დამატებით კონსულტაციებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება სწორად დაინახავს პრობლემასაც და მისი გადაწყვეტის გზებსაც, რაც ჩვენ შევთავაზეთ. უღრმესი მადლობა, დიდი მადლობა. ღია ეთერში საუბრობდა შალვა ხუციშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. ჩვენ ვხმაურობდით საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი გახლავთ მართვის 100 ქულიანი მოწმობა და აქვე კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ და შეგახსენებთ ინტერაქტივის შეკითხვას, ეთანხმებით თუ არა მძღოლებისთვის ახალი რეგულაციის ამოქმედებას. გელოდებით უკვე გადაცემის მეორე ნაწილში. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით 292 11 88 292 11 99. უსმენთ ერთმანეთს.
მოგესალმებით რადიო მედიის ეთერში განმოგრძობთ გადაცემას უსმენთ ერთმანეთს მე ნინი ხუგაშვილი ვარ და დღეს ჩვენ საუბრობთ თემაზე მართვის 100 ქულიანი მოწმობა ეთანხმებით თუ არა მძღოლებისთვის ახალი რეგულაციების ამოქმედებას შეგიძლიათ დაგვირეკოთ და გამოხატოთ საკუთარი პოზიცია ტელეფონის ნომრები გახლავთ 292 11 88 292 ცნობილი ხდება რომ 2016 წლიდან მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება და პატრულის მიერ დაჯარიმების შემთხვევაში ქულათა გარკვეული რაოდენობა დააკლდება. ასე მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის 20 ქულით დაგაჯარიმებთ. თქვენს მართვის მოწმობას აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში ჩამოაკლებს 130 ქულას. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის 30 ქულით დაჯარიმებას გამოიწვევს. ასევე საინტერესოა ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა ისევ თქვენ დაგაზარალებთ და თქვენს მართვის მოწმობას -10 ქულა დაეწერება. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ და გამოხატოთ პოზიცია, გამოხატოთ საკუთარი აზრი ეთანხმებით თუ არა მძღოლებისთვის ახალი რეგულაციების ამოქმედებას და ჩვენ ამჯერად სატელეფონო ჩართვით ეთერში შემოყვავს საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ობგაიძე. მოგესალმებით ბატონო შალვა, მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით ქვეყნებს, განსაკუთრებით იმ კატეგორიას, ვინც ახლა გზაშია, საჭესთან არის, შვიდობიან უსაცობო უსახელო, როგორც უსურვებთ თითოეულ მარკას. უღრმესი მადლობა. როგორ შეაფასებთ ბატონო შალვა მიმდინარე ცვლილებებს, რომელზედაც მსჯელობს პარლამენტი და რომელიც განსაზღვრული იყო, რომ 1 იანვრიდან უნდა შესულიყო ცვლილებების სახით ძალაში, მაგრამ როგორც გაცემის პირველ ნაწილში გავარკვეთ, შესაძლოა ეს თარიღი იყოს გადაწეული, გააჩნია როგორ მიიღებს პარლამენტი რა ვადებში მიიღებს თქვა გადაწყვეტილებას. თქვენ რა შეგიძლიათ გითხრათ წინასწარ, როგორ შეაფასებთ ამ ინიციატივას და ამ კანონპროექტს? ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მიმართულია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თვისაშიში რისკების მოსასწრებლად არის მისასალმებელი. რა თქმა უნდა, ის ნაწილი ცვლილებებში, რომელიც ურჩი მძღოლების გარკვეული საჯარიმო კრედიტის გაცემას ითვალისწინებს, რომელსაც საშუალება არ ექნება წელიწადში 4-5 პირობითად ამ ქულებიდან გამომდინარე 4-5 უხეშ დარღვევაზე სიჩქარის გადაჭარბება, საკუთრებით შუქნიშანთან როცა კანონმორჩილი მძღოლები ელოდებიან და შემხვედრ ზოლზე რო გადიან და წირო ჩაუჭერიან ასეთი უტიფრობით გამორჩეული დარღვევების რაოდენობა შეზღუდული და იმ მძღოლებისათვის, რომელთაც ფული აქვთ და რამდენსაც დააჯარიმებენ, იმდეს იხდიან ხოლმე. ისინი გაუთანაბრდებიან თითოეულ ჩვენთაგანს და ეს რა თქმა უნდა არის ეს არის სუფთა ევროპული გერმანული მოდელი. თუმცა ის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას, ეს რა თქმა უნდა სადავო თემაა, თუმცა დავძენებ, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო მიღებული, ასე ვთქვათ, პიროვნულად, როგორც ეს ადრე ხდებოდა და ჩვენს უნდა მიგვეღო როგორც მომხდარი ფაქტი, თუნდაც ის, რომ მე და თქვენ ამაზე და თქვენი მსმენელი ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ბევრ საუბრობთ და საჭიროა მართლაც ამაზე ლაპარაკი, რომ ყველას ინტერესი იყოს გათვალისწინებული, უკვე მისასალმებელია. საერთოდ დისკუსიის გახსნა ამ თემაზე ყოველთვის რაღაც შედეგს ომები მთავრდება შეთანხმებით და ბოლოს რა გახდა ეს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების თემა, როდესღაც მივაქვს ჩვენ საზოგადოება ერთ შეთანხმებაზე, რომლის სიკითხვა ჩვენ ვიტყვით, რომ ასე ცხოვრება ნამდვილად აღარ შეიძლება. თქვენ თავად როგორ შეაფასებდით, როგორც მძღოლი ამ კანონპროექტს? მე გეტყვით როგორც პრაქტიკოსი, რომ იმ ნაწილს, რომელიც ურჩი მძღოლების დასჯას, მე თვითონ კანონმორჩილი მძღოლი ვარ და დადებითად უყურებ, ხოლო რაც შეეხება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანის რეგისტრაციის შეჩერებას, არა იმპორტის, არა გამბაჟების, არამედ რეგისტრაციის, მე ვისურვებდი, რომ გაგრძელდეს შემოყვანა ოღონდ გარკვეული პირობებით. პირველი, რომ საჭე არ უნდა გადაიტანო, მეორე, რომ ფარები უნდა მოაწესრიგო და მესამე ორადგილიანი მარჯვენასაჭიანი ავტომობილით არ უნდა იტაქსავ. ეს დამეწმუნეთ, რომ რამდენადმე ამ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე მკვეთრად შეამცირებს მოთხოვნას და იყიდის ის, ვისაც ეს მართლა ჭირდება. გასაგებია. ბატონ შალვა, თქვენ რა შეგიძლიათ გვითხრათ იმ თქვათ კონკრეტულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, მაგალითად როგორც არის სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუულია გზის ვარგისობაზე, თქვათ ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტესტირება ძალიან რთულად არის ფორმულირებული. ამ შემთხვევაში 15 ქულა ჩამოაკლდება. რამე სიახლეების შესახებ გსმენიათ? ეს ეხება მსმენელისათვის ცნობილია ავტომობილის
მომხმარებლებისათვის, რომ საქართველოში შეჩერებულია გზისთვის ვარგისობის ტესტირება, ანუ ეგ დათვალიერება მსუბუქი ავტოსამტონო ნახევარ ავტომობილებამდე, ხოლო რაც შეეხება სამგზავრო მაღალტონაჟიანი საერთაშორისო გადაზიდვაში მყოფი ავტომობილებისათვის ეგ დათვალიერება კვლავ სავალდებელია. ამიტომ ეს დაჯარიმება ეხება იმ ავტომობილებს, რომელთათვისაც დღესაც კვლავ სავალდებულოა ეგ დათვალიერება, თორე ჩვენთვის მსუბუქი ავტომობილის ზღოლებისათვის ეგ დათვალიერების ამოქმედება გადაწეულია 2018 წლის 1 იანვარიდან. გასაგებია დესაუბრის ბოლოს რა მიგაჩნიათ თქვენ ყველაზე მნიშვნელოვნად, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა გქონდეს მსმენელს ინფორმაცია, რა შეგიძლიათ ურჩიოთ, როგორ უნდა დაიცვან თავი იმისგან, რომ საბოლოო ჯამში წლის ბოლოს ნული ქულით არ დატოვონ საკუთარი მართვის მოწმობა და ხელახლა არ მოუწიოთ მისი აღება. მე ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება კანონმორჩილი იყოს მძღოლი ეს ერთის მხრივ და მეორე სახელმწიფომ პირველ რიგში მოთხოვოს საკუთარ სწავლს და შემდგომ თავის თანამოქალაქეს. მე მხედველობაში მაქვს ის, რომ მართვის მოწმობის გაცემა დღეს ხდება ძალიან იოლად, დახურულ მოედანზე დაძარი დააჭერე უკუსვით შეაყენებდა მართვის მოწმობას. იგივე ეს არის ძალიან დაბალი საკვალიფიკაციო მოთხოვნა, ასე მარტივად აძლევს და შემდგომ ძალიან მკაცრად აჭარბებს. მე მინდა რომ სწავლების ხარისხი და შემდგომ კანონის დაცვის ხარისხი ერთმანეთის ადვოკატური და შესაბამისი. თან ამ შემთხვევაში ჩვენ ხელისუფლებას დროზე მიეხედოს ამ ამ შემთხვევაში ჩვენ როგორც მომხმარებლებიც დაზარალებულები ვართ, რადგან გადახდილი თანხა შემდეგ ორმაგდება, როდესაც დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ, თუნდაც მართვის მოწმობით ხელში გახვიდე ასეთ საგზაო მოძრაობაში და შესაბამისად იწევს ეს ყველაფერი არის კიდევ ვიმეორებ ამის სათავე არის წინა ხელისუფლების დროს დაწყებული ძალიან ცუდი მეთოდი, რომელიც სამწუხაროდ ახლად გრძელდება, ეს არის გადასახედი. ჩვენ ვამბობთ, რომ ავტომობილის მძღოლის მართვის მოწმობა უნდა მიეცეს იმ ადამიანს, რომელსაც გააჩნია უნარჩვევები, ელემენტარულად საცობის პერიოდში გაართვას თავი მოძრაობას, არ შეუქმნას დაბყოლება სხვა მოძრაობის მონაწილეს, პარკირება გააკეთოს სწრაფად და მოხერხებულად ორ ავტომობილს. შორის ძალიან მარტივია, მაგრამ ამას სწავლა ჭირდება და ინტერნეტით ამას ნამდვილად ვერ ისწავლის ადამიანი, ამიტომ ჩვენ აქ ვეხებით იმას, რომ სახელმწიფო უნდა იზრუნოს ევროპული ტიპის თანამედროვე განათლების იმ სეგმენტის ავტოსკოლების შექმნაზე, რომელიც ძალიან გულმოდგინედ უგულგადავყოს არც თუ ისე შორეულ ზარს. და თუ შეგიძლიათ გითხარით, თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ცვლილებები რამდენად განტვირთავს პირველ რიგში დედაქალაქში არსებულ საცობებს, როგორ წარმოგიდგენიათ? აი ჩვენ მეპარება მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს საცობების განსატვირთად არის თქვათ მოგონილი მაგალითად ძველი ავტომობილების არამხოლოდ ბუნებრივია. ეს არ არის. ეს არის ჩვენი საავტომობილო პარკის შევსების, ესე ვთქვათ, ერთგვარი ბარიერის დაწესება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მე მაინც და მაინც არ ხილავს ეს პერსპექტივა, რომ საქართველოს გადაიქცა ევროპული და არა მარტო ევროპული ძველი ამორტიზებული ავტომობილების სასაფლაოდ. ეს არ ხილავს. ამიტომ ლოგიკურად ისმება კითხვა, რომ სხვა ქვეყნები იცილებენ ასეთ ამორტიზებულ ავტომობილებზე, ჩვენ სიამოვნებით ვკითხულობთ. მაგალითად აზერბაიჯანში შარშან 1 აპრილიდან საერთოდ აკრძალა 10 წელზე უფრო ასაკოვანი ავტომობილების შეყვანა. ჩვენთან კვლავნება დათულია. ოღონდ ადამიანს აქვს არჩევანი, რომ იყიდოს თქვათ 6 და 9 წლამდე შედარებით მოწესრიგებული, შედარებით ახალი, მეტი რესურსის მქონე, დაბალკუბატურიანი ავტომობილი, თუ იყიდოს მაინც და მაინც 12 წლის, თქვათ უფრო მაღალკუბატურიანი ავტომობილი. რა თქმა უნდა, დაფიქრება აქ საჭიროა. უღრმესი მადლობა. საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა უბგაიძე საუბრობდა ეთერში და აფასებდა იმ ინიციატივებს, რომლებიც პარლამენტში გახლავთ წარდგენილი. ცნობილია, რომ ყველა კატეგორიის მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება და პატრულის მიერ დაჯარებების შემთხვევაში ქულათა გარკვეული რაოდენობა დააკლდება. როგორ ფიქრობთ, იმ ცვლილებებს, რომლის ასე ვთქვათ, საკუთარ თავზე გადატანა მოგვიწევს მძღოლებს, გაამართლებს ახალი რეგულაციების ამოქმედების შესახებ, რა შეგიძლიათ გითხრათ? 292 11 88 292 11 99 მსმენელია ხაზე, მოდით მოვისმინოთ მისი პოზიცია. საღამოშვიდობისა, მოგესალმებით. მშვიდობისა, მე პირადად ძალიან მიხარია და მივესალმები, იმიტომ რომ დიდი ხანია უკვე ამ წესების და კანონების შემოღება საჭირო, მაგრამ ერთია რომ შემოიღონ, მეორეა რომ კარგად მკაცრად გააკონტროლონ. აი ეს არის მთავარი, თორე ეხლა ბატონ შალვას უსმენდი, ყველაფერში ვეთანხმები, ისეთი უტიფარი მძღოლები არსებობენ საქართველოში, რომ მათ თუ კარგად ისინი თუ კარგად არ დასაჯე,
არ არსებობს მათი მოტოქვა, ასე რომ რაც უფრო გაამკაცრებენ, უფრო კარგია, მაგრამ უნდა გააკონტროლონ. უღრმესი მადლობა გამოხმაურებისთვის. შემდეგ მსმენელს მოვუსმინოთ. საღამომშვიდობისა, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ? გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? საღამომშვიდობისა. ეთანხმებით მომისმენთ ყველაფერს გასაგებია, რასაც ვიხსნით. ჯერ როგორ არის ეს კარგი და რა მოიგონეს, მე არ ვიცი, მაგრამ ერთი რა მაინტერესებს, მე მუშაობ ახლა დიდ მანქანაზე. აი, ჩამომეჭრა ეს 100 კულა, ხო? მე წარმოება იმას დამისწრის, როდის გადავაბარებ ტავას. თუ მწოვებ თუ მუშევარს. ამის მთავარი, ასე ვთქვათ, ამოსავალი წერტილი, როგორც კანონმდებლები გვეუბნებიან, არის არ დავარღვიოთ კანონი და არა, არ დავარღვიოთ, მაგრამ ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ძალა უნებურად გიწევს დარღვევა. ესეგებია. უღრმესი მადლობა გამოხმაურებისთვის. ეთანხმებით თუ არა მძღოლებისთვის ახალი რეგულაციების ამოქმედებას 2.99 2.92 მართვის 100 ქულიანი მოწმობის შესახებ საუბრობთ დღევანდელ გადაცემაში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძირითადი ფორმატი, რომელიც თქვენი სოციალური პრობლემების კონკრეტულ ადრესატამდე მიტანას გულისხმობს, უგულებელ ყოფილი იქნება. საღამომშვიდობისა, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. საღამომშვიდობის, აი სწორედ ეხლა რომ ბატონი იყო იმის წინ დავრეკე მე და უბრალოდ ძალიან აღშფოთდი ამ აზრის გამოხატვის შემდეგ. სწორედაც რომ არ უნდა დაარღვიოთ ბატონო, იმიტომ არის ეს კანონი და მიეჩვიეთ კანონის პატივისცემას რა. აი მიეჩვიეთ, დიდ მანქანაზე მუშაობ თუ პატარა მანქანაზე, თავის თავზე აიღეთ პასუხისგებლობა თქვენ სამსახურიდან. თქვენ თვითონ უნდა მიიღოთ პასუხისგებლობა და არა სახელმწიფოს გადააბრალოთ. მადლობა გამოხმაურებისთვის. შემდეგი მსმენელია ხაზზე, მოდით მოვისმინოთ მისი პოზიცია. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ეთანხმებით მძღოლებისთვის ახალი რეგულაციების ამოქმედებას. ეთანხმები, როგორც ერთი პირობის გათვალისწინებით. ბატონმა შალვამ ბრძანა, ახლა თქვენმა რესპონდენტმა, რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე ძალიან ბევრი რამო და აბსოლუტურად ვეთანხმები, იმიტომ რომ აი თქვათ მარკირება ქუჩების, იქ არის საუბარი ესე იგი ხერძულა ხაზის გადაკვეთასთან დაკავშირებით არის ჯარიმა, თუნდაც აი ერთ-ერთი ჯარიმა ესეთია. და იცით როგორ არის ქუჩები ჩვენთან ქალაქში, რომლებიც იმდენად არის ჭედილი, ვთქვათ, იმ ახალ აშენებული შენობებით, რომლებიც ტროტუარზე გამოდიან. და აქედან გამომდინარე, შემდეგ პარკირებული მანქანებით ამ შენობების გვერდით, რომ მანქანა ვერ გაივლის, ვერ აუქცევს მხარს აი ამ აშენებულ მანქანებს და გინდა არ გინდა იმ დარღვევა გადაჭრი უბრალოდ იმ ხაზს. აი ეს როგორ იქნება ეს? უამრავი სხვა რამ შემიძლია გითხრათ, გადათხრილი გზები და ორმოები და იძულებული ხდები აუქციო გვერდი ამ ორმოებს, რომ არ მოსპო შენი მანქანა. ამ შემთხვევაში როგორ იქნება ეს? მადლობა გამოხმაურებისთვის. იმედი მაქვს დაწვრილებით გვექნება საშუალება, რომ მოგაწოდოთ ამის შესახებ კიდევ ინფორმაცია. თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, მორგი მსმენელია ხაზზე. გამარჯობა. ყველაფერი ძალიან კარგი, ყველაფერი უნივერსალები ამ გადაწყვეტილებას უყოლაფერს, მაგრამ რაშია დიდი საქმე ავტოპარკის გაახლავებასთან დაკავშირებით რა. იქნება საშუალება არ მაქვს და ვერ ვხედულობ მე იმ 6-დან 9 ის ასაკის ავტომანქანას. რა გავაკეთო? ჩემ ძველ მანქანას რა ვუყოთ? ბენზინი გადავასხა დავწვა თუ როგორ მოვიქცე არ ვიცი. დიდი მადლობა. მადლობა გამოხმაურებისთვის. შემდეგი მსმენელია ხაზზე, მოგესალმებით. რას ფიქრობთ თქვენ? ეთანხმებით ამ ახალ რეგულაციებს, რომელიც უნდა ამოქმედდეს მომავალი წლიდან? გამარჯობა. რა თქმა უნდა, თუ ეს ხელს შეუწყობს მოძრაობის არეგულირებას და აღდგება ქვეყანას, რა თქმა უნდა ვეთანხმები, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს პარალელურად. აი ის საჯარიმო ქულები, რომელიც ჩვეულებრივ გვაქვს მძღოლს ჩამოეჭრება რაიმე დარღვევის და დაჯარიმების შემთხვევაში. ჩამოეჭრება თუ არა, ათასობით როდანის სიმძიმებით და სხვადასხვა სპეცსიგნალებით აღჭურვილი მანქანები, აი მათ მძღოლებს, აი ეს მაინტერესებს. უღრმესი მადლობა, ჩვენ ნამდვილად ყველა შეკითხვას, რომელიც შემოვიდა დღევანდელ გადაცემაში, გადავამოწმებთ და აუცილებლად მოგახსენებთ ამაზე პასუხს. უღრმესი მადლობა. კიდევ ერთი მსმენელია ხაზზე 292 1188 292 1189. ეთანხმებით თუ არა მძღოლებისთვის ახალი რეგულაციების ამოქმედებას? გისმენთ, თქვენ ღია ეთერში ხართ. გამარჯობა. მოგესალმებით. რა შეგიძლიათ გითხრათ? ეთანხმები, რა თქმა უნდა, ზომები მაინც ამოვწყდეთ, უნდა რომ ზომები მივიღოთ. ეს აუცილებელია, მაგრამ
ასევე როცა ოპერაციას უკეთებს ადამიანს გულის შუქირებაზეა, რაღაცებია, ზოგს რაღაც კონტროლი მოზის, ეკიბმა უნდა დასკვნას დადოს, რომ დაახლოებით 5 წელიწადში ერთხელ ადამიანს რო გადამოწმება უნდადეს, რომ ეს მართლის მოწმობა მიეცეს თუ არა, იმიტომ რომ არის ფაქტები, რომელსაც გავიგე, რომ იმ ფაქტი მიღებული ადამიანი 2 თვეში ისე საჭიროა დაჭედა ჯიპით გაიტანა თელი მარშრუტი ამოწყდა დედაბუდიანად ყველაფერი. ამიტომ ამ საკითხებზე უნდა იყოს ასევე კონტროლი, ესმით მარტო წესრიგით დავიცვათ ბატონო გააჩნია იმ მანქანაში რა ბომბაზის გესმის ამაზეა საქმე სად რა გადაიკეტება ვინც და ვის ვანდობთ ასევე მარშრუტი მძღოლები ჩემოგარდო ნახევარზე მეტი ამამყოფია გეუნები და ვის აემართება კაცი შულმარცი და რომ მოგდება გადაიცვლება მე მიდი და გაიგე ხა რა დაემართა იმას მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ხდება ესე მეორე საკითხი კიდევ ხო მოკლედ შეიძლება მაგალითები არიან ახლა სასაფლაო და იმას რო ადარებენ ამ ევროპას ევროპას შემოგარგო ევროპაში რო პირველი ჯგუფის ინვალიდი და მეორე ჯგუფის პენსია შემოგარგო აქ ჩვენს მინისტრის მოადგილეებს აქ იმდენდა მაშინ ეს უნდა შევახსენოთ ეს სასაფლაოზე რო მანქანები აგდია აქ გასაგებია იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება ესია ეს უნდა მოვაწესრიგოთ ამაზე იცით რომ გასაგებია ეკონომიურად უღრმესი მადლობა ცუდად ისმის უბრალოდ თქვენი ხმა ნუ გვასწავლიან ესე ის რა საიდან მოუდიან ეგ და შევახსენოთ და მოვა ამის დროს უღრმესი მადლობა ბოლომს მენელია ხაზე გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ მოგესალმებით აიო გამარჯობათ ეხლა რა ხდება ნუ ავტოპარკის განახლებას მივესალმები თავიდან ბოლომდე მაგრამ მძღოლებს რაც შეეხებათ კი ბატონო მძღოლებს ვაჯარიმებს თუდად იქცევენ მაგრამ ქვეითებს რა აი სოქუთაში რო გადმოგირბენენ და იმის გამო გიხდება ავარია ხიდის გადასასვლელი ხიდის ქვეშ ან მიწის ქვეშას თავზე რო გადადიან არაფერი კი ამბობენ რომ მოუწესრიგებელია მიწის ქვეშა გადასასვლელი მაგრამ მძღოლმა რა დააშავა იმან ხო არ დაანაგვიანა ის მიწის ქვეშა გადასასვლელი მეორე საკითხია კი მესმის ავტოპარკი უნდა განახლდეს მაგრამ მე მაგალითად მყავს 3 შვილი ჩემთვის მანქანა არის მარტო გადაადგილების საშუალება. ჩემთვის ეს არის ყოველდღიური მოხმარების ნივთი, რომელსაც ნამდვილად ვერ ვიყიდი მე 6 და 9 წლის მანქანას. აი რა მქნა უბრალოდ ფიზიკურად თორე არ არის მანქანა ჩემი კაპრის შემთხვევაში ხო ხვდებით როგორი სიტუაციაა რა ჩემთვის. აი ეს საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია, თორე იმას რაც შეეხება პარკის განახლებას, ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. გასაგებია, დიდი მადლობა რომ დაგვიკავშირდით. ჩვენ საუბრობდით თემაზე დღეს მართვის 100 ქულიანი მოწმობა და ვიდრე ერთმანეთს დავამშვიდობებით შეგახსენებთ რომ რადიო იმედი და სოციალური ვებ პლატფორმა WeHelp-G ახორციელებენ ერთობლივ საქველმოქმედო კამპანიას და ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ მათ ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ამ კვირაში ჩვენ ვეხმარებით 35 წლის ძალიან ახალგაზრდა დროსტევან კილასონიძეს, რომელსაც ნამდვილად სჭირდება ჩვენი დახმარება, მას აქვს ავთვისებიანი, მაღალ დიფერენცირებული ლეიკომიოსარკომა და ორივე ფილტვის ქირურგიული ოპერაცია სჭირდება აუცილებლად, რომელიც ღირს 84,000 ლარი. მეგობრებო, ჩვენ ნამდვილად შევძლებთ ამ ახალგაზრდა ბატონის დახმარებას. დამატებით ინფორმაციისთვის თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს www.help.g მოძებნოთ როსტევან კილოსანიძის სამედიცინო ისტორია და დაეხმაროთ. ჩვენ გვაქვს თქვენი თანადგომის იმედი. უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის, ძალიან დიდი მადლობა აქტიურობისთვის. ის შეკითხვები, რომელიც იყო შემოსული დღევანდელ გადაცემაში, აუცილებლად იქნება პასუხგაცემული შესაბამის პირებთან გადამოწმების შედეგად. უღრმესი მადლობა, გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით. საერთო სტუდიაში გახდეთ ნინი ხუგაშვილი, პროდიუსერი დავით მაღლაფერიძე. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ნინი ხუგაშვილთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს.